Galten Tagarti წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ფინანსურ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6% იქნება. Საქსტატის მონაცემებით სექტემბერში ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი 7.7%-ს მიაღწია. Galten Tagarti ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდასაც ელის. საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ წელს ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიიღებს. 2026 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 5 მილიარდი იქნება. იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ დოლარს აღწევს. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით საქართველოში 31 ელევატორი ფუნქციონირებს. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა კი ქვემო ქართლშია. ელევატორებში შენახული პროდუქციის 70% ხორბალია, 16% კი სოიოს შროტი. საანგარიშო პერიოდში ელევატორებში ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გაყიდული პროდუქციის მოცულობა კი 76 მილიონ ლარს აღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წლიდან სამინისტროში ფერმერების თანადაფინანსების პროგრამებში ცვლილებებს გეგმავს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული ცვლილებები, რომელ პროგრამებს შეეხება. თუმცა მითითებულია, რომ პროგრამები ფერმერებისთვის უფრო მეტად იქნება მორგებული როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე მომსახურების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ცოდნასთან და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა და სამინისტრო სისტემაში შემავალი უწყების სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ახალი დიზაინის ფარგლებში შესაძლებელია უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, ნათქვამია განცხადებაში. სამუშაო ხელთათმანების ქართული კომპანია მომავალი წლიდან წარმადობის გაორმაგებას გეგმავს. კომპანია წელიწადში მილიონ წყვილ ხელთათმანს აწარმოებს, რომლის რეალიზაციაც საქართველოს ბაზარზე ხდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გამოწვევად რჩება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა, რადგან ქართულ ნაწარმს ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ და მაღალი ხარისხის მიუხედავად რთულია იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაში შესვლა. კომპანიის მიზანია წარმადობის ზრდის პარალელურად პროდუქციის ექსპორტზე გატანა და საქართველოს ბაზრის მაქსიმალურად ათვისება, რაშიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ითხოვენ ადგილობრივი ნაწარმის გაყიდვების ხელშეწყობის კუთხით.